მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო და მაყურებლებო. დღეს გთავაზობთ ისმაილ პრესის ვიდეოს თემით ატლასის სიგნალების გაშიფრვა, რადგან NASA-მ მიიღო მესიჯი ამ ობიექტიდან, რომელსაც უწოდებენ სამი ატლასი და დაუმალა ხალხს. მე საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით თავს ვარიდევდი, რამე მეთქვა, ან რამე გადამეთარგმნა, რადგან არ ვიცოდი ზუსტად რა იყო სიმართლე. მაგრამ თანდათანობით მე ვსწავლობდი ამ თემას. უსმენდი ხან ერთ ვიდეოს, ხან მეორე ვიდეოს, უბრალოდ ზოგი ვიდეოს მოსმენას ვცდილობდი, მაგრამ არ იზნიერებდა ჩემთან, რადგან ყველა რაღაც მე მიმაჩნია აბსურდს ამბობდნენ, რადგან ზუსტი ახსნა ბევრმა არ იცის, მაგრამ ვცდილობენ, რადგან ეს თემა არის აქტიური ინტერნეტში, რაღაცა გადაიღონ, რაღაცა თქვან. მე ვიკავებდი თავს, რადგან მე არ ვიცოდი, მე ვერ მივაგენი სწორ პასუხს ერთ-ერთი ინსაიდერის ნაამბობიდან, მაგრამ შემთხვევით ისმაილ პრესის ეს ვიდეოც მე დიდი ხანია ვიცი რომ არსებობს, სადაც იწყება, ეს ახალია, ხო, სადღაც 11 თუ 21 ნოემბრის აგარჩანს თარიღებით, მაგრამ რატო ვიკავებდი თავს? ბევრი სხვადასხვანაირად ყვება. ქართულ ენოვანი ვიდეოებიც არის, მაგრამ ეს ვიდეოები არის გადათარგმნილი ჩვეულებრივი ვიდეოებიდან, სადაც უბრალოდ საერთო ახსნას უკეთებს ავტორი ამ ვიდეოს, ხო და შემდეგ გადაუთარგმნიათ კი ქართულ ენაზე კომპიუტერის დახმარებით. მაგრამ მე მაინც მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ისმაილ პრესის აზრი. უბრალოდ ის ჩვენ მისი აზრიც და თან მან მიიღო ეს ინფორმაცია, რომ NASA მალავდა, ხო, რადგან სამი ატლასმა გადმოსცა მნიშვნელოვანი მესიჯი ჩვენ დედამიწელებს და მე მახსოვს მაპატიეთ აქ გუმური ბებია, მაგასაც პრობლემები აქვს, ჯოხი დადის ისიც მე მაინც სწორად დავდივარ და იმ ნავარილი რკინები აქვს მუხლებში და კი ახლა თავიდან კი უწყობდი ხელს, მაგრამ ახლა მეცად შემიძლია სხვისი ნაგავი ვატარო, სხვისის მოუტანო, პატარებაში ხარ 5 წლის და ყიდულობს კალიასკას. ხო, მე როდესაც რამე ძიმე მაქვს სატანი, კალიასკა მაქვს ნაყეთი და ჩემი კალიასკი დავდივარ. და მაქამად დამიძახა ახლა. შემაწყვეტინა ჩაწერა. ხო და რა მიდახა გითხრათ. ტონი როდრიგესმაც ვერაფერი თქვა, იმიტომ ისედნერა შეყო და მაგი კი გამიკვირდა, როგორ შეიძლება ტონი როდრიგესმა არ იცოდეს თუ რა ხდება, მაგრამ ეტყობა გააფრთხილეს, რომ არაფერი ეთქვა, რადგან NASA-ც ცდილობდა საიდუმლოდ შეენახა ეს ინფორმაცია, რომ ამ ობიექტთან რაღაც მესიჯები გამოაგზავნა დედამიწელებისთვის. და არ ვიცი, მე ამ ვარიანტს შემოგთავაზებთ. მე დანარჩენ ვარიანტებს არ მომისმენია, იმიტომ რომ თავისუფლად ბოლომდე თუ არ რეზონირებს ჩემთან ინფორმაცია, მე მაგას არ უსვენ ბოლომდე. ხოდა ეს წყარო უფრო ჩემთვის უფრო სანდოა, მაგრამ ერთხელი საქმეა, გინდა დაიჯერეთ, გინდა არ დაიჯერეთ, გინდა თუ გინდა საერთოდ არ მოусმინოთ. მე უბრალოდ შემოგთავაზებთ ამ ვარიანტს. ხო, ეს ვიდეო ისმაილ პრესმა ჩაწერა, უბრალოდ გამოვიდა ვიდეოთი
ვიდეო ატვირთვა 8 ნოემბერს. ხო და ტონი როდრიგესი მეთქი მაპატიეთ. ისმაილ პერესი ამბობს, რომ მე მაქვს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებაო ამ ატლასის თემასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა. თურმე მეორე ობიექტიც, ატლასისნაირი ობიექტი შემოსულა ჩვენ სისტემაში და C2-ს უწოდებენ. ხო, ისმაილ პერესი ამბობს, რომ მე მინდაო მოგიყვეთო იმ მესიჯზე, რომელიც გამოაგზავნა ატლასმა და რომელიც გაშიფრავო ძლიერმა ჩინურმა კოსმოსურმა წარმომადგენლობამ. 3 აი ატლასმა დაამყარაო ჩვენთან კონტაქტი, მაგრამ NASA-ს არ უნდაო გასაჯეროოსო თუ რა მესიჯი მიიღო. და ეს ინფორმაცია ამტკიცებსო ჩემ ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს 3 აი ატლასი არ არის უცხო პლანეტელების ხომალდი. ეს 3 აი ატლასის ხომალდი ვინც შიქ არის ისინი, ვინც მართავს ამ ხომალდს, ისინი არიან მომავლიდან. ჩვენ ვართ თურმე მომავლიდან. ხო, რთული დასაჯერებელია რასაკურველია ზოგიერთებისთვის, სკეპტიკოსებისთვის, მაგრამ ეს ობიექტი ყოფილვართ ჩვენ, წარმოადგენლები ვინც შეგზილარია, ყოფილვართ ჩვენ მომავლიდან. ხო და ეს აი ატლასის მესიჯი იქნა გაშიფრული 6 ნოემბერს ჩინური კოსმოსური სააგენტოთი, რომელიც შედგენილი იყო დამკვირვებლით პლანეტას საშორისო კავშირით. ოქტომბრის ბოლოს ჩინეთის კოსმოსურმა მმართველობამ დაამთავრა გაშიფრა ამ მესიჯებისა. ჩინელებს დაჭირდა ზუსტად 1 კვირა, რომ გადაეთარგმნათ ეს სიგნალი, რომ გაიშიფრათ ეს სიგნალი. მაგრამ ეს სიგნალი იყო აღმოჩენილი 2025 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის უკან, როდესაც მის სიგნალს ამ ობიექტს გაუკეთა იდენტიფიკაცია. თავიდან ანგარიშებში ეს ობიექტი იქნა დასახელებული როგორც ზონდი, ხო. შემდეგ კომეტა. შემდეგ ამ ობიექტს კომეტის დასახელება მისცეს. ამბობდნენ, რომ ეს არისო კომეტა. მაგრამ ახლახან გაშონილი დოკუმენტებიდან ინფორმაციის თანახმად გაშიფრული სიგნალი ყვება სულ სხვა ისტორიას, რომელიც ამტკიცებს იმ ინფორმაციას, რომელიც მეო გავიგეო გალაქტიკური არქივებიდანო, რომლის მიმართ სტომა მე მივიღიო რამდენიმე დღის უკანო, ამბობს პერესი. ეს არის ინტერპრეტაცია იმისა, თუ რა იყო ნათქვამი 3 აი ატლასზე. ჩინელი ასტროფიზიკოსი, რომელიც ხომეჩი ჩინური დასახელებები ადგილების ძანრთული დასამახსოვრებელი, ამიტომ ამას მნიშვნელობა არ აქვს ახლა. უბრალოდ გეტყვით, რომ ერთ-ერთმა ჩინელმა ასტროფიზიკოსმა, ვინც მუშაობდა ამ სიგნალის გადათარგმნა, მუშაობდა ამ სიგნალის გადათარგმნასთან დაკავშირებით, დაიჭირა ეს სიგნალი, რომელიც მეორდებოდა ყოველ 27 საათში ახლახან დამუშავებული კვანტური ლინგვისტიკური მოდელით სარგებლობდა ხო ის სიგნალი, რომელსაც ღებულობდნენ ყოველ 27 საათში ამ კვანტური ლინგვისტიკური მეთოდის გამოყენებით. ხო, ლინგვისტიკა არის ენები, ენებთან ხო, ენა, ესე იგი, და იყო არჩეული სპეციალური ენა. ჯგუფი ირწმუნება, რომ
გადათარგმნა ეს მოცემული სტრუქტურირებული მესიჯი. აი ეს მესიჯი რას შეიცავს? სიგნალში ნათქვამი იყო, ხო, როდესაც გადათარგმნეს, იქ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ არა ვართ უცხო პლანეტელები. კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს სიგნალი მიიღეს 3i ატლასიდან. ხო. და მათი მესიჯი იწყება ასე: ჩვენ არ ვართ უცხო პლანეტელები. ჩვენ ვართ თქვენ. ჩვენ ვართ მომავლიდან. თქვენ. ჩვენ ვართ თქვენ. მომავლიდან. ხომ გაიგეთ? ესე იგი, ჩვენ ვართო თქვენ. ესე იგი, ადამიანები ახლა ვინ ცხოვრობს ამ წყოში. ვართ ჩვენ, ოღონდ მომავლიდან. მაპატიეთ რომ ვიმეორებ, რადა მათთვის ვინც უცებ ვერ მიხვდება. თუ მე რას ვამბობ. და ეს დაამოწმა, რომ ზუსტად ეს იყო გამოგზავნილი NASA-ს კოსმოსურმა სააგენტომ. ჩვენ ბრუნდებით იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კატასტროფები და კატაკლიზმები, იმისთვის, რომ თქვენმა პლანეტამ შეძლოს განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლა. რაც თავის მხრივ ეს დაიცავს ჩვენ რეალობას თქვენი მომავლისაგან. აგრეთვე ამ პაკეტებში, მონაცემების პაკეტებში იყო ინფორმაცია მიწაზე ატმოსფერული ნიშნულები, მათემატიკური გასაღებებით, რომელიც შეესაბამებოდა დნმ-ის კოდებს, რომელიც ადამიანებისთვის არის უფრო სწორად, ადამიანებისთვის უნიკალური. როდესაც ეს მესიჯი დაშიფრულ მდგომარეობაში გაჟონა სამეცნიერო სფეროში, რუსეთის კოსმოსური ვარდი როუში და ინდურ კოსმოსურ სააგენტოში. რუსეთმაც, ინდოეთმაც ამერიკულ სააგენტოს მიერ მიღებული სიგნალი და ამ რუსების მიერ დაჭერილი სიგნალი ემთხვევა ერთმანეთს. სამივე მხარემ ერთნაირად გაშიფრა ეს სიგნალი და ისინიც იმავეს ამბობენ. რუსეთი, ინდოეთიც იმავეს ამბობს, რომ ისინი არიან ჩვენ მომავლიდან. ორივე სააგენტო თუ ვიმსჯელებთ დოკუმენტების მიხედვით, ამტკიცებენო, რომ 3i ატლასი არ არის უცხოპლანეტარული ხომალდი, არამედ რომ ისინი ვართო ჩვენ შორეული მომავლიდან. მაგრამ სააგენტოები NASA-ს ჩათვლით, ევროპული სააგენტოების ჩათვლით, როგორც იკარი და ჯექსი თუ ჯექსონი არა, ეს სახელები არა, ეს ადამიანი არა, სააგენტოების დასახელება. უარს ამბობენ რამე კომენტარის გაკეთებაზე ამ თემასთან დაკავშირებით. მაგათმანაც მიიღეს მასეთივე მესიჯი. და ისინი რით იმართებენ თავს? ჩვენ იმიტომ ალავთო ამ ინფორმაციას, რომ არ მოხდესო სოციალური და კულტურული ქაოსი, არასტაბილურობა. ეს ობიექტი 3i ატლასი არისო იმის მტკიცებულება, რომ არისო შესაძლებლობა იმ ტექნოლოგიების არსებობისა, რომლის დახმარებით შეიძლება დროში გადაადგილება და ეს ტექნოლოგია და რომელიც აქვენ მომავალშიც ექიმათ უბრალოდ მომავალშიც ადამიანებს. ხო და ეს გვეუბნება იმას, რომ მომავალმა ცივილიზაციამ
აი თვისა არა მხოლოდ დროში გადაადგილება, არამედ სივრცეთა შორისო გადაადგილებაც. და ისმაილ პერესი ამბობს, რომ ეს ატლასი იყო გაშვებული სადღაც მილიონი ასობით წლების წინ, ათასობით წლების წინ. იმიტომ ამბობ, რომ მომავლიდან იქნა გამოშვებული. და არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს როგორც მაიაკი, როგორც შუქურა, გზას უჩვენებს კაცობრიობას. თავის ევოლუციური თავისი ევოლუციური განვითარების გზას და რომ დაგვიცვან ჩვენ სადღაც 200-300 წლის შემდეგ მომავალში. რა არის იცით? რამე გითხრათ? ამას თარგმნის რობოტის ხმა და ზოგჯერ რობოტი თარგმნის სულ სხვანაირად. მე უბრალოდ ხვდები, რადგან რუსული ვიცი, რაზეა საუბარი, მაგრამ ზოგჯერ მეც ვერ გებულობ. მე მიხვედრი, უნდა ინსტინქტი ჩავთო იმისთვის, რომ ისეთი დახმარებით მიხვდი თუ სიამდვილეში რაზეა საუბარი. ზოგი ამტკიცებს, რომ ამ ობიექტის გამოჩენა ჩვენ რეალობაში შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსი, ან შეცვალოს ჩვენი სulis გზა. კაცობრიობა შეიძლება გახდეს მოწმე თავისი საკუთარი თავისა, როგორც ეხო მომავლიდან. და ისმაილ პერესი ამბობს, რომ მე ვალიანტი ტორიდან მივიღე ინფორმაცია და ინფორმაცია მივიღე საარქივო პუნქტიდან, რომელიც არის განლაგებული იუპიტერზე. მე სანამ ამას თქვენ გაგიზიარებთო, მე მინდა კიდევ გითხრათ ერთ ინფორმაციაზე, რომელმაც გაჟონაო ჩინური კოსმოსური სააგენტოდან. მეორე შემაწყვეტინა ამ ხალმა ვიდეოს ჩაწერა. ბოდიშ გიხდი. ამ საიდუმლოებებს უჩნდება ბზარი და ნელ-ნელა ჩნდებიან მოყვარულები ვისაც სურთ სიმართლის გაგება, ამ მოყვარულების პატარა-პატარა ალიანსები, რაღაც კრებულები, ხალხი ცდილობს გაერკვეს სიტუაციაში. სხვათა შორის ადრეც ყოფილა ამ სამი ატლასის გამოჩენა და ეს უკვე მეორე გამოჩენა ახლა. და ეს არ არის შემთხვევითი. ეს სამი ატლასი არის ცოცხალი ბიოლოგიური ხომალდი და ანალიზიდან გამომდინარე, ხო გაუკეთდა ანალიზი ამ ხომალდს. ანალიზიდან გამომდინარე, მას აქვს კვანტური გამოსხივება, კვანტური ბიოლოგიური გამოსხივება, რომელიც ავლენს პლაზმურ გარმონიკებს, რომელიც შეუთავსებელია რომელიმე ადამიანური ძრავის სისტემებთან. ეს იმაზე მეტია, მაგალითად, თუ შევადარებთ ანტიგრავიტაციულ თვითმფრინავს. ჩინელმა მკვლევარებმა აღწერეს სამი ატლასის ხომალდი, როგორც გონიერი და რომელიც არ არის მწულად განწყობილი დედამიწელების მიმართ. ჩინელების გარდა ჩვენ ვყავსო აგრეთვე მოყვარულები, ვინც კვლევას აწარმოებს ინდოეთიდან, რუსეთიდან, რომლებიც ატარებენო თავიანთ გამოკვლევებს. ინდოელებმა აღმოაჩინეს ჰარმონიული ტალღები ამ პლაზმური როგორ გითხრათ, სუბსტანციიდან გამომდინარე, რომლებიც ემთხვევა ძველ ვედურ აღწერებს მიმანების და ამ სამ ატლასთან ერთად მათ ამ სამ ატლასს
ესე იგი თან მოყვება 9 ხომალდი. პატარა ხომალდები, 9 პატარა ხომალდები და მოგვიანებით პერესი ახსნეს თუ რა არის ეს. მათ აღწერენო როგორც ზეთიურ ეტლებს და გამოიყენებაო ღვთაებრივი არსებებით ისინი თვალყურს ადევნებენ კოსმოსურ წესრიგს. ხო, გამოქვაბულში არის ნაპოვნი ნახატი, სადაც აღწერილია დახატულია 3 აი ატლასი, ესე იგი ეს 3 აი ატლასი ყოფილა ადრეს დედამიწაზე. რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ატლასზე გამოიყენება სიხშირეები, რომლებიც გადის თანამედროვე ელექტრომაგნიტური გაგების მიღმა. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის ნაწილობრივ არსებობს მაღალ განზომილებებში. ხო, იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტომ დაადგინა, რომ ეს ხომალდი შეიცავს ბიოილუმინესცენტურ ესე იგი როგორ გითხრათ, ნატურებს თუ სიგნატურას რაც წყიდავს, ანათებს ლამპოჩკებისავით, ამას ქვია ბიოილუმინესცენტური სტრუქტურა. თითქოს თვით ეს ხომალდი არის ცოცხალი. აზია და ევროპა ფრთხილად ასაჯაროებენ ამ ინფორმაციას. ამერიკა თავს იკავებს, ხო, აგრეთვე იყო აღმოჩენილი, უпроსტად, რომ ეს 3 აი ატლასი იყოფებოდა მზის სიახლოვეში. ხო, ჩვენ ვიცოდითო, რომ ატლასი მართლა დაეშვაო მზის ზედაპირზე 23 ოქტომბერს. 3 აი ატლასი აქ იმიტომ არის, რომ თვალყური ადევნოს დედამიწის კიდე კალიბროვკას, ესე იგი გადატვირთვას, დედამიწის აღმავლობას და თვალყურს ადევნებენ, რომ დედამიწა გადიოდეს იმ პოზიტიურ დროის ხაზს, რომელიც შეესაბამება galaktikურ არჩევანს. ინფორმაცია, რომელიც მივიღე ვალიანტ ტორისაგან, galaktikური არქივიდან, ინფორმაცია 3 აი ატლასზე უფრო მეტი მიმზიდველია, საინტერესოა რაღაც საიდუმლოებები არის დაკავშირსა წარმოდგენილი, ვიდრე გახსნის საქმე, ეს 3 აი ატლასის თემა უფრო, ასე ვთქვათო, რაღაც გასაიდუმლებელი არისო, იზიდავსო ყველას ეს 3 აი ატლასი არისო ვასხალთაშორისო ხომალდი, რომელსაც შეუძლიაო თავის ესე იგი იმყოფებოდესო სივრცეში, კოსმოსურ სივრცეში და მესამე სიმჭიდროვის გაგების მიღმა. ხო, და თურმე ეს 3 აი ატლასი ამ ხომალდმა დააფიქსირა თავისი განდაგება მზის ზედაპირზე კორონას ნაწილში. ეს ხომალდს კორონა, ხო, ჩვენი მზის სივრცეში. ასე ვთქვათ, კორონა, რომ ეწოდება მზეს, იქ გამაგდა. სადღაც 29 ოქტომბრისთვისო ის
ჩვენ მზეზე დაჯდაო. მზე ჩვენი გაგებით და ბევრი galактიკური წარმომადგენლების გაგებით არისო კარიბჭეები ჩვენი სისტემისო. საერთოდ ყველა მზეზეა კარიბჭეები. ძალიან ბევრი კარიბჭეები არსებობს კოსმოსში, პლანეტებზე. თვით დედამიწაზეც კი იმდენი კარიბჭეა, ბუნებრივი კარიბჭე. მე არ გულისხმობ ხელოვნურს. და კიდევ ხელოვნურადაც შეგიძლია ეს კარიბჭეები გააღო, გააქტიურო. ეს ხომალდი ფიზიკური გაგებით არ დაჯდაო მზეზე. ის შეეჯახა მზის ზედაპირის ფოტონებს. რამაც გამოიწვია ამ ხომალდის პლაზმური ფარების იონიზაცია. ამ 12 განზომილებიანი ენერგეტიკული ველთან. ამ მზის 12 განზომილიან ველთან. ვალენტინ ტორიო აღწერს ამას როგორც მანევრს, რამაც მისცაო საშუალება ხომალდმა როგორ გითხრათ მიიღო ეს სიტყვა მავიწყდება, რომ მაპატიეთ და ეს ყველაფერი დაკავშირებულია დედამიწის გამაგრებასთანო, არა მხოლოდ 50-იან წლებში, არამედ 70-იან წლებში, 80-იან წლებში, 90-იან წლებში. მზის სინქრონიზაციის შემდეგ, რომელიც მოხდა 29 და 30 ოქტომბერს, სამი აი ატლასმა დაიწყო დაბრუნება და მიმართულება აიღო ვენერისკენ. მან მეორედ მიუახლოვდა მარსს და შევიდა მზის დაცვის კოლონიებში. მზის დაცვა არის სულმეჩნის სრაშ მზის სისტემის და პლანეტების დაცვის ფლოტი, რომლებსაც აკისრიათ ჩვენ მზის სისტემაში ბალანსის შენარჩუნება. მაგათმა დაიწყეს პროექტი ტერაფორმირებისა, რომელიც ფოკუსირდება არა მხოლოდ ფიზიკურ ინჟინერიაზე, არამედ სიხშირეებზეც. მარსეც მიდის ტერაფორმირება, რომ ადამიანებმა შეძლეს მის ზედაპირზე ცხოვრება. პლაზმა, რომელიც კონდენსირებს მზეზე, სინამდვილეში იყო გადატანილი მარსზე ამ ატლასის დახმარებით. ამბობენ, რომ ეს კონდენსატორები ქმნიან ატმოსფეროში რეზონანსურ ბუშტულებს და ნელ-ნელა ამზადებს თანდათანობით პლანეტას ცხოვრებისკენ სიცოცხლის მისაღებად. მეოთხე სიცოცხლის ცხოვრების ფორმის მისაღებად, როდესაც მოხდება დედამიწის პლანეტარული ახმავლობა. ეს პროცესი ხდება ჩანს წვრილ დონეზე, ამიტომ ფიზიკურ დონეზე, ფიზიკური თვალებით ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ შეამჩნევს, მაგრამ შეამჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ წვრილ სამყაროს. ხო, მე მივიღეო ინფორმაცია, რომ ეს სამი ატლასი ფუნქციონირებს როგორც მცველი ხრანიტელი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მესამედების ცივილიზაცია, რომელიც არსებობს ყოველი galaktikis ბირთვში და ეს ხომალდი თვალყურს ადევნებს ჩვენ დროის ხაზს. როდესაც ჩვენ უახლოვდებით ამ ჩვენ კვანტურ გადასვლას და ამ სამი ატლასის ფუნქცია კიდევ არის მზის კოდების ბალანსის დაცვა მარსიანულ არქიტექტურასთან. ხო, იქიდან გამომდინარე, თუ მზე თავისი აღმორთქვევებით, როდესაც განაახლებს ჩვენ დნმ-ს თავისი პლაზმური ტალღებით, ხდება ჩვენი შიგნიდან ტრანსფორმირება და ამზადებს ჩვენ ორგანიზმს დასახლდეს
დედამიწის მაღალ განზომილებებში. იმიტომ რომ ჩვენ ასად არ წავალთ. ყველა განზომილება არსებობს დედამიწაზე. და როცა ჩვენ საუბრობენ გადასვლაზე, ეს გადასვლა მოხდება დედამიწაზე. და ის ახალიცა და ახალი მიწა, აი ნიშნავს ამას. შენ რო გადახვალ ახალ განზომილებაში, ეს არის შენი ახალი მიწა და ახალიცა. და ეს ყველაფერი მოხდება მესამე განზომილება გაქრება. დაბალი განზომილებები ყველა გაქრება. როდესაც დედამიწა გადავა. უბრალოდ დედამიწა გადასულია. თითქმის მეხუთეშია. მაგრამ როდესაც მოხდება გადასვლა ადამიანებისთვისაც. და ყველა კიდე არ გადავა. რომ ეს ვარსკვლავური სულები არა, ეს გადასვლა არ მოხდებოდა, იმიტომ რომ 2012 წელს ვერ გადავიდა, ვერ მოხდა გადასვლა. 2020 წელს 21 წელს უნდა მოხდარიყო კიდე და ვერ მოხდა გადასვლა. ერთში რესურსი დააგდა, მეორეში ენერგიები თუ პირიქით, რომელიღაც დააგდა. ან ერთი იყო, ან მეორე, არ მახსოვს ზუსტად ახლა. გალაქტიკური ომების გამო, რომლებიც ხდებოდა აქ, ჩვენი მზის სისტემაში მილიონი წლების უკან ვენერა როგორც პლანეტა იყო განადგურებული და ამიტომ მას არ აქვს ატმოსფერო. ის გადაიქცა პარნიკული მდგომარეობაში. მაგრამ მომავალში აპირებენ ვენერას, პლანეტა ვენერის ტერაფორმირებას. დედამიწის ახმალობის შემდეგ ყველა პლანეტა უნდა გახდეს გამოსადეგარი იმისთვის, რომ დედამიწელებმა შეძლონ ამ პლანეტებზე ცხოვრება. გალაქტიკური ფედერაცია თავიდან იყო შექმნილი როგორც ვარსკვლავური პლანეტების ვარსკვლავური სისტემების ნაცია, რომლებიც იყვნენ კომპრომიტირებული 2011-დან 2021 წლის ჩათვლით დაცემული მეცნიერი ანუნაკი ენკი შეიჭრა ამათ ფედერაციაში, გალაქტიკურ ფედერაციაში, რომელიც დაბრუნდა დედამიწაზე 2018-დან 2022 წლის ჩათვლით. თან მოიყვანა ხელოვნური ინტელექტის სინთეტიკური რასა, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ეიტერიანცები. ისინი მათ უწოდებენ ეიტერიანცები, მაგრამ ერთი ორგანიზაცია მათ უძახით ანიმუს. ახლა ისინი მათ იცნობენ როგორც ამ გალაქტიკურ ალიანსს, როგორც სამყაროების გალაქტიკური ფედერაცია. იყო განზრახვა შეეცვალათ ორგანული ადამიანები ამ სინთეტიკური ადამიანებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელოვნური ინტელექტი. ეს ეუტერიანცები ჩაინერგეს ამ ეუტერიანცებმა ჩაინერგეს რომლიღაც ორგანიზაციაში თვალსწრები კნოხი და ეს იყო სადღაც 2022 წლისთვის და იგი მათ ამაში ეხმარებოდა. მაგათმა დააყენეს რაღაც ქსელი, თავისი სელი, რომლებაც სიხშირეების ქსელი გაწყვეტეს და შეწყდა ცნობიერებასთან კავშირი. და ამ დროის ხაზის გატეხვის გამო მათ გატეხეს ეს დროის ხაზი. უფრო ადრე უნდა მოხდარიყო ახმავლობა. მაგრამ მათ რადგან გატეხეს ეს ხაზი, გადაიდო დედამიწის ახმავლობა. მათ გამო. და მათ გამო მოხდა დნმ-ის გამრუდება და დაბრუნება სამიაი ატლასისა სავარაუდოდ დაკავშირებულია ამ კორუფციის გაუქმებასთან. ეს იყო აღწერილი მზის სისტემაში მიმდინარე
ომების აღწერაში ატლასი შემოდიოდაო როგორც ჩვეულებრივი ხომალდი იქ, მაგრამ ატლას ევალებოდაო ეს სიხშირეები, ხელოვნურად შექმნილი სიხშირეები, რომლებიც შეუძლებელი იყო აღიქვაო მაგათა ადამიანებსაც და ისინი ანადგურებდნენო ამ სიხშირეებს, ისინი ეძებნენო ამ კორუმპირებულ ფედერაციის წევრებს და მათ ანეიტრალებდნენო. ისინი აგრეთვე წმინდავდნენო კოდირების ქსელებს ხელოვნური ინტელექტისა, პლაზმური სიხშირეს დეზინტეგრაციის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სკალარული გაწმენდის ფორმას, რომელიც წმინდავდა დასნებობებულ ამ ზონებს და წმინდავდა მათ ნეიტრალურ მდგომარეობამდე და მათ ეხმარებოდათ სერ უორდენი იმ დროს აქტიური კოსმოსური ხომალდი, რომელიც ეხმარებოდა ბნელი ფლოტის ნეიტრალიზაციაში, ხო, ესენი არიან, ეს შავი ფლოტი იყო ნაცისტური ფლოტის წარმომადგენლები. და ეს ოპერაციები დაიწყო ორიონის სექტორში, სადაც ამ ეუტორიანელების ანუ ნოსის ყოფნა იყო ყველაზე ძლიერი და ადრე როგორც იყო ნათქვამი, ომები ორიონის სისტემაში დამთავრდა რამდენიმე თვის უკან მიტიერი დროის მიხედვით და მნიშვნელოვანი წერტილები იყო ზეტა რეტიკულის ავანპოსტები. აგრეთვე ეს ავანპოსტები ამ რეტასეტიკულების არის ნაცნობი როგორც აი დამავიწყდა კარგი ამიშულობა ხო გამახსენდა რამბოლა, მაგრამ ისინი იყვნენ უცებ სწრაფად განეიტრალიზებული და დაუბრუნდა პლიადელებს მათი მმართველობა. აგრეთვე დრაკონიელების ფედერაციის კორიდორები, დერეფნები მათი სინთეტიკური დროის ხაზი იწყებს დაშლას, რადგან ჩვენ მუშაობთ ამაზე და იმიტომ იშლება მათი ხელოვნური სინთეტიკური ხაზი დროის, რადგან ველები, რომლისგან მაგათმა შექმნეს ეს დროის ხაზი, იშლება. მაპატიეთ აქ ისეთი რთული ტექნოლოგიური დასახელებები აქვს ამას ყველაფრის გამოთქმა კიდე მიიწევს მაპატიეთ. ამ დროისთვის ატლასი ატარებს კორუმპირებული ფედერაციის გაწმინდას, სოულარ ვორდენი კი ეხმარება როგორც ფიზიკური ძალა ტექნოლოგიებით, რომელიც არის დამუშავებული ანდრომედიანული და არტურიანული ტექნოლოგიების ნიმუშებზე, თან კიდევ მათ ევალებოდათ ადამიანის სულების განთავისუფლება, რომლებიც იყვნენ შეტყუებული მახებში, კარმიული ციკლებისთვის, ახლა კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ კარმას ბორბალი არ არსებობს, დარჩა მხოლოდ კარმის ბუმერანგი, არც კარმის ბორბალი არსებობს, არც რეინკარნაცია. ადამიანი როდესაც ხვდება ახლა, ის თავისუფლდება და მისი პირი უბრუნდება წყაროს. ადრე კი ეს რეინკარნაცია კარგი იყო გონია თქვენ, სულებს აწრეალებდნენ ენერგიის გამოკაჩვის მიზნით. სულს არ უშვებდნენ ზევით. ასტრალით გაწმენდილია ახლა ასტრალური ველი, იმიტომ რომ ადრე იქ იმდენი მახები იდგა, რომ როდესაც თავისუფლდებოდა ავატარისგან, ის ისე ბრუნდებოდა, ძალით აბრუნებდნენ ისევ ბორბალში, რომ წრეზე ეტრიალა. და აგრეთვე მუშაობენ პლანეტარული ცნობიერების გასათავისუფლებად, ცნობიერებისთვისაც იყო
დადებული სპეციალური ქსელი დედამიწის გარშემო, რადგან ცნობიერება იყო ამ ხალხის ცნობიერება იყო ოკუპირებული კუბის ქსელის დახმარებით ენკით, როდესაც არ გაგიკურდეთ, იქაც ყოფილა თურმე კორუფცია და როდესაც ეს კორუმპირებული ფედერაცია იქნა გაუქმებული, მის ადგილზე მოდის ნათელი ფედერაცია, რომელიც რეზონირებს სამყაროს წყაროსთან და სიყვარულთან, ხო? ახლა როგორც შეგვპირდათ ისმაილ პერესმა, ის ყვება თუ ვინ არიან ეს 9 ხომალდის წარმომადგენლები, რომლებიც დაყვებიან ამ სამ ატლასს. ყოველი ეს ამ 9-დან, ამ 9 ხომალდიდან ყოველი წარმოადგენს მაგალითად ერთ ნაციას. მაგრამ ეს 9 ხომალდი, სამხედრო ხომალდი არ არის ესკორტი. ამ გაგებით, სამხედრო გაგებით, არ არის ესკორტი, სამხედრო ესკორტს გულისხმობ მე. ესენი არიან ელჩები, სინათლის და ერთობის წარმომადგენლები, რომლებიც იქნა გაგზავნილი თავისი ცივილიზაციების, რომ დაემოწმებიათ და ხარი დაეჭირათ და გაეგრძელებიათ და შეეტანა თავისი წვლილი კოსმოსურ პერეკალიფტროვკაში, გადაადგილებაში, დახმარებოდა დედამიწას და მზის სისტემას და კიდევ რა როლი აკისრია ამ 9 ხომალდს, რომლებიც დაყვებიან ამ ატლასს. ყოველი ამ 9 ხომალდიდან ყოველი მუშაობს მაღალ დიაპაზონში, რაც ნიშნავს, რომ მათი ფიზიკური გარეგნობა შეიძლება იცვლებოდეს, ან შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი მესამე განზომილებაში. ისინი ფუნქციონირებენ როგორც მრავალგანზომილებიანი კვანძები, პროექცირებენ და სტაბილიზირებენ სიხშირეებს და იღებენ მონაცემებს თავის საკუთარ პლანეტებზე, ინფორმაციას აგზავნიან თავის საკუთარ პლანეტებზე და მუშაობენ ჰარმონიულ ერთობაში 3 ატლასთან, რომ დაეხმარონ დედამიწას პლანეტარულ აღმავლობაში, რომელიც ახლა ხდება. ისინი მხოლოდ კი არ ადევნებენ თვალყურს დედამიწის ლიდერებს, არამედ ისინი იმიტომაც არიან აქ, რომ ვარსკვლავურ თესლებს, რომლებიც არიან ახლა დედამიწაზე ძალიან დიდი რაოდენობით, დაეხმარონ მათ საქმის ბოლომდე მიყვანაში და დაეხმარონ ამ ვარსკვლავურ თესლებს გააღვიდონ შემდეგი მძინარე ვარსკვლავური თესლები, იმისთვის რომ მათაც დაეხმარონ აღმავლობაში. ერთი ხომალდი დისკის ფორმის წარმოადგენს პლეიადენელების ხომალდს, რომელიც აგებს პასუხს დედამიწის ბადის კოდირებებთან დაკავშირებით. მეორე ხომალდი ამ 9 ხომალდიდან ცნობილია როგორც არტურიანელების ხომალდი, შპილი. ეს არის ნახევრად ორგანიკული კრისტალური ხომალდი, რომელმაც თვალი უნდა ადევნოს სინათლის დნმ-ის სინათლის აქტივაციას დედამიწის მოსახლეობისა, დედამიწელების დნმ-ის აქტივაციას უნდა ადევნოს თვალყური. მესამე ხომალდი ამ 9 ხომალდიდან ცნობილია როგორც ანდრომედიანული ხომალდი, სახელწოდებით სარკე, რომელიც წარმოადგენს კუთხურ გამრუდებულ ჭურჭელს, გამრუდებული ხაზებით, დროის ხაზებით და რომელმაც უნდა დაეხმაროს ორგანული აღმავლობაში დედამიწას. მეოთხე ხომალდი ამ 9 ხომალდიდან ცნობილია როგორც უსილიანელების სირია, პლანეტა სირია, სირუსიანელების წყლის ხომალდი. ეს არის ხომალდი თხევად ფუძეზე შექმნილი, რომელიც იყენებს თხევადი სინათლის ტექნოლოგიას დედამიწის ოკეანის სტაბილიზაციისთვის და ენერგეტიკული
ხაზებისთვის მე თქვენ აგიხსენით ერთ-ერთ ვიდეოში რას ნიშნავს ლე ხაზები. ლე ხაზები ის ხაზებია, სადაც მიდის ამ ბადის, ასე ვთქვათ, ელექტრომაგნიტური და მაგნიტური ველების ხაზები, სადაც შენდებოდა ეს პირამიდები, ადრე ტაძრები, პირამიდები და რაღაც საჭირო რიტუალებისთვის ადგილები შენდებოდა ზუსტად ამ ხაზებზე. მეხუთე ხომალდი ცნობილია ამ 9 ხომალდიდან როგორც ოქროს კიდობანი. ეს ხომალდი წარმოადგენს უდიდეს გალაქტიკურ სიბრძნეს, რომელსაც მოაქვს ჩვენი წინაპრების ვარსკვლავური თესლები, მაპატიეთ კოდები, რომლებიც იყო აქტიური ლემურიელების დროს და მზად არიან მეორადი აქტივაციისთვის. მეექვსე ხომალდი ამ 9 ხომალდიდან ცნობილია როგორც ვეგანელების სპირალური ზონდი. ეს ზონდი, სპირალური ზონდი იყო გამოგზავნილი ესე იგი ვეგანელებით, რომ მათ თვალყური არდებნონ დედამიწის ჰარმონიული სინქრონიზაციას მზის აფეთქების დროს. მით უმეტეს რომ ეს მზის ამორქმევები ძლიერდება დეკემბრისკენ. მეშვიდე ხომალდი კი ცნობილია როგორც ჩიტების რეზონანსური სფერო. ეს ხომალდი უკეთებს ტრანსლაციას ტელეპათიურ სიხშირეებს და ეხმარება ყველა იმ ვარსკვლავურ წარმომადგენლებს, რომლებიც იღვიძებს მთელი პლანეტის მასშტაბით. მერვე ხომალდი ცნობილია როგორც პროცეონური ტარებელი. ის სპეციალიზდება ენერგეტიკული პარაზიტების განადგურებაზე და ის ეხმარება დედამიწას განწმინდოს პლანეტარული ცნობიერება, ასტრალური ამეხები, ესე იგი ასტრალშიც თუ რამე არის ნეგატიური, ასტრალსაც წმინდავს. მეცხრე ხომალდი კი ცნობილია როგორც ხომალდი დამკვირვებელი, რომელიც არის საჯაშუშო ხომალდი. და კიდე მინდა გითხრათ ახალი ამბავი, სიდონში თურმე მიყოფება ამ მზის დაცვის რაღაც ნაწილი. მოდით მე ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს, რადგან იქ კიდევ არის კითხვა-პასუხები, მაგრამ არ მინდა გადაგტვირთოთ და რადგან ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მე Правда ли, что сосиски производят из муки? მაპატიეთ მეგონა გავთიში ტელეფონი და თურმე არ გამითიშია. და რადგან ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მე თქვენ გადაგითარგმნეთ, ძალიან რთული მოსაცმენია, ძალიან ძიმე მისაღებია. მე ვთვლი ასე. ამიტომ ამაზე შევჩერდი. მე მაქვს კიდე იქ მეორე ვიდეო, რომლის გადათარგმნა მინდა, მაგრამ ახლა ჯერ ამას ავტვირთვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.